გამარჯობათ. ამ ვიდეოში კვლავ შევეხებით დიზაინებს, ესეთი ხონა იყო რომ დაგვეკენებინა ძლე დიზაინი, როგორც ასეთ მე გადავიხე სამი ვიდეო, ესენი იყო უკოს ვებგვერდის შექმნა, მისიების დაკავშირება, მეორე ნაწილში ვისწავლით უკოს საიტის დიზაინის აღქმება და გადაგართულება და შემდეგ ხონა იყო რომ დაეყენებინა კონკრეტულად ერთ დიზაინი და მოგვიყო სულეთ ვებგვერდზე, სხვაში იყო ეს უკოზე. ხოლო ეხლა გაშლები თხოვნა რომ აქ ლინკი აქვს მოდებული და ეს დიზაინი გთხოვთ განიხილეთო, კარგი, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავუსწრებთ მას თხოვნას და გადავიდეთ ლინკზე. რა თქმა უნდა, ყველა დიზაინს შეიძლება თავისი ძრავი, ამ შემთხვევაში მეუღო დაყენებული მოხდეს ყველაფერი ჩემს ევტებელზე, თქვენ შეგიძლიათ Excel-ში გავუშვათ ეს ყველაფერი, მაგრამ მაქვს ლოკალური ჰოსტი. კარგი, მოდი შევამოწმოთ ახლა დიზაინზე საუბარი, გადავიდეთ იმ დიზაინზე. ეს არის დიზაინი დასახელებით Zoom, ეს არის ძლე პაციენტისთვის და ავტორიციის გარეშე შეგვიძლია გადმოწერა. კარგი, მოდი მოვაკობილოთ ეს სახელი და რომელიმე სხვა ვებგვერდზე ვნახოთ. რადგან არ ვაპირებ ახლა რეგისტრაციას და დროის გაყვანას. კარგი, შევიდეთ ჩეოდლეს კონტენ, საკმაოდ კარგი ვებგვერდია და ნაყოფს გადმოწერის ხილაკი. შევიყვანოთ საფრთხების კოდი და დავალოდოთ დროის წელს. კარგი და გადმოიწეროთ. დიზაინი გადმოწერილია და გადმოიტანოთ ეს დესკტოპზე, რადგან ადვილად დავწეროთ. თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეს დიზაინი არის 10-დან 0-ისთვის, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ჩემი ვებგვერდიდან, აქ არის ვებმასტერების კატეგორიაში რამოდენიმე ძრავი, ასევე გვაქვს 10 და 1 და გვაქვს 10-დან 0, თქვენ შეგიძლიათ სულეში გადახვიდეთ და დავლოთ ხილაკს საჭიერ შემთხვევაში გადმოიწეროთ ის ძალიან მალე. კარგი, გამოწელი გვაქვს დიზაინი და ახლა რა ხდება? აქ მაქვს მეგობრებო გამოდადებული ძრავი, შევიდეთ მეკომენდაში C-დისკი. ვიდეოქლის მაქვს გადაღებული, როგორ შეიძლება მის დაყენება, htdoc, len, template და ამ ფოლდერში არსებული ყველა ვიდეო ფოლდერი უნდა გადავიტანოთ აი აქ დიზაინებში. როგორც ვთქვი, ჩვენ უკოზე დასაკრებთ ვთავდით image და CSS და JS განყოფილებებს, ხოლო შეიძლება ჩავლოთ ხმის და გადმოვიდანთ აი აქ იცით. კარგი, გადავიტანეთ და ახლა რა ხდება? კარგი, შევიდეთ. ვაკლებთ localhost. აქ მაქვს რაღაც დიზაინი და მაქვს ამიოქსიდ ყურადღება და შევიდეთ მოდი საიტზე. აქ დავწეროთ ნიკი, მაგ პაროლი ქვემოთ ესე და გადავიდეთ admin პანელში. admin პანელში ყველაფერი გაქართულებულია, რადგან ამ ძრავს თვითონ მოყვება ქართული ხარდაჭერა, ანუ რუსულის ქართულის, ავიჯერთ ქართულს, გადავიყვანთ დიზაინს, ანუ ეს ამ შემთხვევაში არის Gemini დაყენებული და ავიჯერთ Zoom-ს. დავაჭერთ შენახვას და გადავიდეთ ვებგვერდზე. კარგი, გადავიდეთ ვებგვერდზე, დიზაინი როგორც დაყენებულია, მაგრამ ესე იეროგრიფებია. მაშინ რა თქმა უნდა მის გარჩევა შეუძლებელია, რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია მის ნაცვლად რაიმე დავწეროთ, ან კატეგორიები, მენიუ, რაც გინდათ, ათაზე თქვენ სასურველ რამეს. სიახლეები თავისია, ეს ყველაფერი ვიცით ჩვენ და შეგვიძლია დავშალოთ ეს სიახლეები. კარგი, ახლა ჩვენ რას გვჭირდება? გვინდა ყველაფრის დაქართულება და დავიწყოთ. კარგი, შევიდეთ ჩვენს სამართო პანელში, შემდეგ საიტის შაბლონები, ავიჩერთ საიტის შაბლონებს და აქ უნდა ავიჩერთ სხვა განყოფილება. მაგალითად, main არის თავარი გვერდი. სხვა დიზაინებში შეიძლება იყოს ეს sidebar-ი. თავარ გვერდზე, მაგალითად, ნახოთ რა გვაქვს, მაგალითად, აი კონტაქტი და правильно საიტი. ნახოთ კონტაქტი, კონტაქტი და правильно საიტი. შეგვიძლია დავწეროთ მაგალითად კონტაქტი, ეს განხილული მოქვს 1000 ჩემს ფირმა განხილული ესეა, და გადავიდეთ ვებგვერდი და შევავთ.
და ნუ აქ დაიწერა კონტაქტი. ნუ შემდეგ ნებისმიერ ამის გაკეთება შეიძლება, მაგალითად ავიღოთ top menu აქ უნდა მქონდეს. ეს ვიდეო გადაღებული მაქვს სრულიად მორგი დიზაინის და შეგიძლიათ ნახოთ ეცამით top menu. ნუ top menu არის ეს ზედა ნაწილი, menu შეჭკა და რაღაც. კარგი. menu შეჭკა, აქ შეგვიძლია დავწეროთ კატეგორიის სახელი, ან თამაშები, ფილმები, ეს თქვენზეა დამოკიდებული. განვახოთ გვერდით კატეგორია ისახა როგორც. ძალიან მარტივი ახლა. რაც შეეხება ამ სურათებს. სურათების გაკეთებას შეგიძლიათ უბრალოდ ამ დიზაინიდან რომელიმე სურათს არ რომლის გაკეთებას გინდათ, მაგალითად image-დან და გვაქვს ეს სურათები როგორც არის. ლოგოები, სკაჩად დალშენ და მაშინ აიჩეთ ნებისმიერს.